გადაც ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით როგორ მოხდა 90-იან წლებში სიმდიდრის დაგროვება და ის ხალხი რო იყო წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც არიან, წინა ხელისუფლებასაც წირავდნენ ფულს, ამასაც წირავენ, მაშინაც იყვნენ პარლამენტში და არაფერს არ აკეთებდნენ და ახლაც იგივე უამრავი ესეთი ბიზნესმენი არის. ამ ხალხს ეს რო შეახსენებ, რომ ჩვენ ვიცით თქვენ როგორ გამდიდრდით და როგორ დააგროვეთ ეს სიმდიდრე, ძალიან პირადულში გადახვედიო და მაშინ როცა ის პოლიტიკები, რომელსაც ისინი იღებენ, ჩვენს პირადს განსაზღვრავს ყოველდღიურ, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს და ეს მსხვილი ბიზნესები იმ მცირე ბიზნესებსაც არ აძლევს განვითარების საშუალებას. თავიანთი აი მონოპოლიებით, კარტელური გარიგებებით და ასე შემდეგ და როდესაც ესე იგი ეკონომიკური ძალაუფლება არის კონცენტრირებული მცირე ჯგუფის ხელში, აი ამ მონოპოლიებით, აი ამ ოლიგოპოლიებით და ასე შემდეგ, ამის პარალელურად ყოველთვის ხდება ამ პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციას აი ამ მცირე ჯგუფის ხელში. როდესაც ხდება ამ ესე იგი ფულის და ჩვენი დოვლათის, ყველას მიერ წარმოებული დოვლათის კონცენტრაცია მცირე ჯგუფის ხელში, ის მერე მოიპოვებს პოლიტიკურ ძალაუფლებასაც და ატარებს თავის ინტერესებს, რა თქმა უნდა. იმას საერთოდ არ აწყობს შენ ფასები შეგიმსუბუქოს, იმიტომ რომ მათ აწყობთ, რა თქმა უნდა, რომ შენ დარჩე ღარიბი, იმიტომ რომ ისინი მოგებას იღებენ. ამ პარლამენტარს ეს ბიზნესი აქვს, ამას მერე იმის ბიზნესში აქვს წილი, იმას ამის ბიზნესში. ეს ამებს რომ ჩაუყვა აიხლართები ადამიანი, ვის ბიზნესში აქვს წილები და ვის სად რა ინტერესები აქვს და ქართული ეცება რატო არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებს, ხო, ძალიან ხმამაღლა ცხადებდა ირაკლი კობახიძე, რომ მანდატი მომცაო ხალხმა და ვიღაცამ შეიძლება მართლა მისცახმა და რაში იყენებს, ხო, მანდატს, მაგაშია საქმე, რომ იმ ხალხს კი არ წარმოადგენს იმ ბიზნესებს წარმოადგენს, იმიტომ რომ თვითონაც თავისი რაღაცა ბიზნეს ინტერესები აქვს იქ, ხო? და ბიზნესებს პოლიტიკური აზრის გამოხატვა აუგრძალეს, მაგრამ ბიზნესმენები ზღედან პარლამენტში და იღებენ კანონებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკას განსაზღვრავენ ყოველდღიურად.